მიღებენ და მიღებენ, აფიქსირებენ. ღმერთის თვალი საიდან იღებს ნეტავი? აი, ღმერთი საიდან გვიყურებს თუ იცის, თუ იტყვის ვინმე? აი, ჩვენს აი ამ იმას მოქმედებებს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ცოდვებს თუ ცოდვა მადლს საიდან აფიქსირებს და უთვალთვალებს ღმერთი თუ ვინმე მეტყვის? მაინტერესებს. აბა, ღმერთის თვალი საიდან გვიყურებს? აი, ამას ვოდნია, ხედავ შენ. არის სამყაროში სადმე ისეთი წერტილი სივრცეში ან დროში ისეთი მცირე მონაკვეთი, სადაც ღმერთის თვალი საიდან არ გამოიყურებოდეს მისი ნათელი თვალი, მისი მზერა. ღმერთი ჩვენ გვაფიქსირებს შიგნიდან, გარედან, ზემოდან, ქვემოდან, გვერდიდან, ძვლის უჯრედებიდან, ძვლის ტვინიდან, გულიდან, თვალებიდან, ყველა მხრიდან. აი ამ წვერებიდანაც კი ყველგან იმის თვალია, ყველგან ისუფებს, რადგანაც აი ხო ლოცულობთ. თავიდან დავიწყო, მეუფეო, ზეცათაო, მიგეშინის ცემელო, სულო, ჭეშმარიტებისაო. აი ეს შემდეგი სიტყვებია ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა. ახლა თუ ვინმე იტყვის რომ კაცო ღმერთი ახლა ყველა როგორ იქნება? მაშინ ლოცვას ასე დაწერდნენ და ასეთი სიტყვები გვეწერებოდა. რომელი ზოგან ხარ თუ ალაგ ხარ და ალაგ არა ხარ. და ზოგიერთ რაღაცებს აღავსებ მადლითა და ზოგიერთ რაღაცებს არ აღავსებ მადლითა. მთელი ეს სამყარო უფლის სხეული არ არის, უფლის გამოვლინება არ არის. ასე რომ ახლა ამას ეს ტექნიკა რო აფიქსირებს, მითხარი ერთი, რომ ეს ხო დროებითი, ეს არაფერია, წამი გაელვება და ის უსწრაფესად თავის დროზე განქარდება და აიშლება და აირღვევა. მღილი შეჭამს, ხო? გაცვდება. იქ უცვეთელში და იქ მარადიულში თურმე ყველაფერი ფიქსირდება. ვერ გამოაყარებ ყველაფერს. ეხლა აქ ვიპრანჭებით და რამდენიმე ზმალავთ გულში არა? იქ კიდე შიშველი წავდგებით ღმერთის წინაშე, ყველანაირად შიშველი. გულ ღვიძლში რა გვაქვს ისიც კი გამოჩნდება იქ.